მოგესალმებით სვიფასო დამსწრე საზოგადოებო, მე ზაქარია გახლავართ როჭიდაშვილი. მე გაგაცნობ ჩემ თავს, მე ვფიქრობ ეხლა პატარა ჩანართი გავაკეთო ამ ორი მოხსენებლის მერე. ჩემო კარგებო, მედიცინას და სამედიცინო დარგს ოდითგანვე ერქვა ჰუმანური პროფესია. ჰუმანური ნიშნავს იმას, რომ ეს არის ადამიანის მოყარე პროფესია. რას ვისმენთ დღეს? თურმე ნებისმიერი ჰუმანური საქმე არაჰუმანური ადამიანების სათავეში მოსვლით შეიძლება გაფუჭდეს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ სახალხო მეურნეობის ორი ძირითადი დარგი არსებობს, რომელიც არაფრით არ შეიძლება იყოს ბიზნესი. ეს არის მედიცინა და ეს არის განათლება. იმიტომ რომ ჯანმრთელი ადამიანი თუნდა იყოს სახელმწიფოდ დაინტერესებული და სახელმწიფო უნდა იხდიდეს თანხას ადამიანის ჯანმრთელობაში. აქ მე გიყურებთ, რომ ბევრი ექიმები ვართ, საკმაო რაოდენობით. საქმე იმაშია, რომ ავადსახსენებელი კომუნისტების პერიოდში ერთი და იგივე დიაგნოზით წელიწადში სამჯერო პაციენტი მოხვდებოდა სხვა საავადმყოფოში თუნდაც. ექიმებს იბარებდნენ და ეკითხებოდნენ, რა ხდება, ჩვენ რაში ვიხდით ფულს. ხშირად ვამბობ იმას, მე გავიზარდე ლენინის ქუჩა ერქვა ადრე, ახლა კოსტავოს ქუჩა ქვია, ჩვენი სულმათი გმირის სახელი. სამი სკოლა მაქვს გამოცვლილი და სამივე ამ ერთ ქუჩაზე იყო. თორმეტ შემმა ახალგაზრდობამ გაიარა ამ ქუჩაზე. რუსთაველის მეტროდან სააკაძის მოედნამდე იყო სულ ორი აფთიაქი, ერთი ვერისბარის შესასვლელში და ერთი კეპეის პირდაპირ. დიდი აფთიაქი იყო, ისი ბოლო მფლობელი ფანჩურიძე იყო ჩემი კურსელი და გაყიდა და აიცი რაღაცა იქა. დღეს ცხოვრობ დოლიძის ქუჩაზე. 16 აფთიაქია ჩემი კორპუსის გარშემო. დიდი აფთიაქები, პროიდული აფთიაქები. დედაჩემი ადრე გამაგზავნდა ხოლმე მეშრომებიდან მოშვილო. სუპირიალი ვიყავ იმ აფთიაქში. დღეს რო შევდივარ ამ 16 აფთიაქიდან, რომელიც სწავლა შემდეგ მერვე მეცხრე ვარ. მარტო ეს კმარა იმისთვის, რომ რაღაც ისე ვერ ხდება. და რაღაც გამოსაკვლევია. რეფორმა არ უნდა არსებდეს რეფორმისთვის. და რეფორმა უნდა ხდებოდეს ქართულ მოთხოვნილებიდან გამომდინარე და არა გარედან. უძინართანზე ყველას გაქვთ ნანახი. გერა ექიმს თავისი საცდელი თაგუნები სატყავდა სახლში, ახლოს, სადაც კვლევა მიმდინარეობდა. ქვეყანას, რომელსაც ორი ლუგარის ლაბორატორია აქვს, საცდელი თაგუნები არ ჭირდება. რა გიკვირთ? საქართველოს მთელი 2 საუკუნის განმავლობაში სულ რაღაც ორგანიზაციებში შედის და ვეღარ გამოდის. რა ბრძოლა ჭირდება უკან გამოსასვლელად. ესე იყო შევწკრიალდით ამ საბჭოთა კავშირში და ვეღარ გამოვედით. ეხლა გინდათ უნდა შევიდეთ რაღაცა უცნაურ კავშირში და ვეღარ გამოვხვალთ მერე. და უყურეთ თურმე რა ხდება. ჩვენი განცხადება რომ დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენ გავდივართ ჯმოდან. მოგეცინებათ რა, ქართულში არის ორნაირი აბრევიატურა. ან პირველი ასოებით, ან
პირველი მაცულებით. თუ ჯანს ვიძახით, უნდა ვთქვათ ჯანსოფ ორგ. და თუ მოსს ვიძახით, აქ უნდა ვთქვათ ჯ. დღეს ლაზარე საღვთგიმების დღე არის და ამითა გაცხადდების სიმართლე. რასაც წარმოადგენს ეს თქვენებურად ჯანმო, ქართულად ესია, ჯმო არის. თურმე რომ გამოვალთ ამ ჯმოდან, ერთი წელი კიდე უნდა ვატაროთ მათი რეკომენდაციები. ხედავთ, რა ძნელი ყოფილა გამოსვლა. შესვლა ადვილია. 1997 წელს შევბძგრიალდით. აბა ეხლა ამდენი ხალხი ვართ და რაღაც მოუმოქმედოთ, როგორ გამოვიდეთ და როგორ ვუშველოთ მედიცინას, რომ მედიცინა ვუშველოს ჩვენ. აქ იყო ნევროზებზე ლაბარაკი, რომ ნევროზია ძალიან საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში. ხვალინდელი ფსიქოზებია ფაქტიურად. მოქმედი ექიმი ახლა ვართ, აქვს ყოველდღიური შეხება თან გასტროენტეროლოგია. კუჭნაწლავის დაავადებებში ფუნქციური მოშლობები, მე როცა სტუდენტი ვიყავი 80-იან წლებში. დიაგნოზებში ფუნქციური მოშლობებს ეკვა სულ 12-13%. დღეს ჩემი პაციენტების 90% ფუნქციური მოშლობები და თან გაახალგაზრდა გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება ეს ასაკიანი ადამიანის დაავადება იყო ჩვენ ახალგაზრდობაში. დღეს 12-13 წლის ბავშვები მოდიან. მოსიმრალია ბავშვები ერთ-ერთზე არიან ცხოვრებასთან შეჭიდებულები. მშობლის ავტორიტეტი დაეცა, დასცეს ძალით, მასწავლებლის ავტორიტეტი არ აქვს. დამტოვთ პატარა ბავშვს არ შეუძლია გაუმკლავდეს ამას ყველაფერს და პლუს ამას ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ აუტიზმი. მე არ ვიცოდი, რომ თურმე არსებობს შეძენილი აუტიზმიც. და იცით როგორია შეძენილი აუტიზმი. აი დღე-დღე ტელეფონში რო იყურება ბავშვი, მას ეწყება გონება, გაფანტულობა და თქვენ პირველ რიგში ჩვენ შვილებს მივხედოთ. ჩამოვარდოთ ეს მოგონებები, მაგრამ როგორ უნდა ჩამოვარდოთ, როდესაც დედა თავის დაკავთან ყავას როსოს ადგება და მაშადა და ჩაურთავს ტელეფონში ყავს და მიართმევს იქ. ბავშვობიდან მე ვიძახია, როგორ განვითარებული ბავშვია, ყოველთვის მობილური აითვისა უცბად. უცბად აითვისებს, რასაც მისცემ მას. ეს მის განვითარება, ეს უნარჩვევა შეიძინა. უნარჩვევა არ ნიშნავს განვითარებას, სხვა შორის უნარჩვევა არ მინდა რომ გავაქცევდეს ეს თემა. უბრალოდ დღეს მთელი მსოფლიო არის შეშლილი და რაც შეეხება პანდემიის დროს ის პანიკა, რომელიც დათესა მასობრივი საშუალებებმა ადრე იყო ხოლმე გემი რო იზრდებოდა და ვინმე თუ პანიკაში ჩავარდებოდა, გემის კაპიტანი ვალდებული იყო, ევალებოდა მას, ამოეღო ნაკანი და ესროლა მისთვის. რომ გადამდებია ეს და სხვასაც შეიძლება გადარჩენის შანსი მოუწყოს მათ. ის აუცილებლად დაუბრუნდა პანიკაში მყოფი. ამ პრინციპით რომ მოხდა, აუცილებლად ამ პანდემიის დროს ყველა ტელევიზია უნდა დავეხურა. უნდა დავეხურა, იმიტომ რომ პანიკას տեսავდნენ, გამოდის და იძახის სისულელეს. დილას თავსახურში მივიდნენ და რადიოში უსმენ. თუმცა დაფიქსირდა 5000 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა წინა დღეს 30 ადამიანი და ვსე დამთავრდა. რას შევადარო?
რა აზრია ესეთ მოწოდებული ინფორმაციას, რომელსაც შედარებისთვის არაფერს არ აძლევ. რომ თქვას, რომ იცით რა მეორებო 78 ადამიანი ზუსტად ამ დღეს 2015 წელს გარდაიცვალა და დღეს 40 გარდაიცვალა, მე არ შემეშინდებ. მაგრამ ესეთ ამოვლედი გარდაიცვალას, ეძახიან. იმას ვერაფერს ვერ ადარებ და პანიკაში ვარდები. ეს ტექნოლოგია, ფსიქოლოგიური განეთახება გერბატონი რომელს გამოვიდა. ამაზე მუშაობენ, ვარჯიშობენ. და სხვაჯერს კომუნისტების დროს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე თელი ფილოსოფიის ფაკულტეტიდან თითოეულ ბავშვს არჩევდნენ და იმასები მიყავდათ და თუ დააკვირდებით, ვინ მიყავდათ, ყველა შევალებული კონცეფტი შვილები იყო და ეს ისეთი თემა. სამშობლოს გაუორება